რომ გვიახლოვდება ეროვნული გამოცდები. გვიახლოვდება და იცი έψწყებაც იწყება ნამდვილად ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან ერთად მაყურებელს მოეხსენება რომ აბიტურიენტების და მათი მშობლების ყოველდღიურობაში ყველაზე ხშირად სტრესი და მღელვარება იჩენს ხოლმე თავს. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს რომ შფოთვა ამ სიტუაციაში სრულიად ბუნებრივია, ეს იმას არ ნიშნავს რომ ეს ეტაპი ჩვენთვის მნიშვნელოვანია და პასუხისმგებლობით ვეკიდებით დაკისრებულ საქმეს. თუმცა პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც ღელვა იმდენად ძლიერდება, რომ კონცენტრაციაზე და თვითრწმენას, ასე ვთქვათ, უშლის ხალხს და გვიქვეითებს ამ ყველაფერს და საგამოცდო რეჟიმში ვერ ვახდენთ ხოლმე იგივე საკუთარი ცოდნის რეალიზაციას. აი, რამდენად ბუნებრივია ღელვა გამოცდების წინ, როდის ხდება ის პრობლემური, როგორ მოქმედებს სტრესი კონცენტრაციაზე, აკადემიურ შედეგებზე და რატომ ღელავენ ხშირად მშობლები შვილებზე მეტად, ასევე რა გავლენას ახდენს მათი მღელვარება, კონტროლი, ზეწოლა აბიტურიენტებზე, როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე გამოცდების წინ. ფსიქოლოგი ნინო კერესელიძე გვეტყვის ამ ყველაფერს, მოკლედ შეკითხვები ბევრია ამ თემის ირგვლივ. ნინო, დილომშვიდობის მოგესალმებით, თუმცა ერთი ნამდვილად ნათელია, რომ ამ პერიოდს და საგამოცდო ციებ-ცხელებას დიდი სტრესი, მღელვარება, პასუხისმგებლობის განსაკუთრებული, გამძაფრებული შეგრძნება უსწრებს ხოლმე წინ. მოდი დავიწყოთ საუბარი და დავიწყოთ რამდენად ბუნებრივია ზოგადად გამოცდების წინ ღელვა და რა შემთხვევაში ხდება უკვე ის პრობლემური, როგორც აბიტურიენტებისთვის, ისე მათი ოჯახის წევრებისთვის. პირველ რიგში ნებისმიერი ღელვა ბუნებრივია ასეთ დროს იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის პერიოდი, როდესაც გვინდა თუ არ გვინდა გვიწევს წარმოვაჩინოთ საკუთარი თავი და არა მარტო საკუთარი თავი, თუ ესე შევხედავთ მთელი ჩვენი სისტემა, რომელსაც წარმოვადგენთ ოჯახის სახით. შესაბამისად, ხშირად ძალიან დიდი ზეწოლა მოდის ხოლმე აბიტურიენტზე იმ მხრივ, რომ უნდა ჩააბაროს, აუცილებლად უნდა მოხვდეს პრესტიჟულ უნივერსიტეტში, კარგ ფაკულტეტზე, გაახაროს ოჯახის გული და ასე შემდეგ. როგორც კი ესეთი ტიპის დამოკიდებულება მოდის და ასეთი ტიპის ემოციური უკავშირი მოდის ოჯახის მხრიდან, რომ ჩვენ გვაქვს მოლოდინები შენი მისამართით, ამ ტიპის რა თქმა უნდა ღელვა იზრდება და რა თქმა უნდა ეს ღელვა გადადის უკვე არაჯანსაღ დამოკიდებულებაში. და ეს არის უკვე მდგომარეობა, სადაც არა მარტო პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე, საკუთარ კარგად ყოფნაზე და თუნდაც ჩემს სურვილებზე, არამედ პასუხისმგებლობას ვიღებ მთელი ჩემი მიკროსოციუმის ბედნიერებას. და 17 უბედურებას. ხო, კარგ შემთხვევაში ბედნიერებაზე ვსაუბრობთ და თუ კი არის ის სიტუაცია, რომ მთელი ჩემი ოჯახი ჩაერთო ამაში, სწავლის პროცესში მთელი წელი რაღაცნაირად იყო საუბრები, რომ ჩვენ დავდივართ ქართულზე, ჩვენ ამას ვსწავლობთ, ჩვენ ვაბარებთ იქ და კონფლუენციური ტიპის დამოკიდებულება თუ იყო ოჯახის მხრიდან, რაც შერწყმას გულისხმობს, ხომ? ხშირ შემთხვევაში ხვდებით ხოლმე მას განსაკუთრებით ისე მკვეთრად მოზარდობის სწორედ ამ ფაზაზე. მოდის რა, რომ მე არა მარტო ჩემი იმედები უნდა გავამართლო, არამედ მთელი ჩემი სისტემის და რა თქმა უნდა, ეს ღელვა, ეს შფოთვა იზრდება ერთის ჯერ კიდევ უფრო მეტად და წარმოიდგინეთ, გვიწევს რომ გავუმკლავდეთ როგორც საკუთარ თავს, ასევე ჩვენს გამოცდილებას და ასევე სოციუმიდან მოწოდებულ იმ მოლოდინებს, რომლებიც ხშირ შემთხვევაში ძალიან არაშესაბამისიც არის ხოლმე. და ხშირად არის რომ პირიქით ხდება დამატებით გარეტრიგერების მიცემა, თუნდაც ეს იყოს სადაბარე პრობლემა. ნამდვილად ბევრია ამდენი პასუხისმგებლობა. მაშინ როგორი უნდა იყოს აი სწორი კომუნიკაცია იგივე იმ სოციუმის, რომელიც ბევრს თხოვს ხოლმე, იგივე ოჯახის წევრების, აბიტურიენტის მიმართ, რადგან ყველა აბიტურიენტი თავისთავად ცხადია, თვითონაც აცნობიერებს, რომ ძალიან დიდი რესურსი ფინანსური მათ შორის ჩადებულია მის სწავლა-განათლებაში, მშობლები და ოჯახის წევრები მთლიანად გადაწყობილები არიან აი ამ რაღაცა მნიშვნელოვან პროცესზე, რომელიც შემდგომი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია და მომავლისთვის. ამას როგორც წესი აცნობიერებენ ხოლმე. თუმცა აი ამის პარალელურად, მაშინ როგორი უნდა იყოს პირიქით სწორედ მშობლების, სოციუმის კომუნიკაცია მათთან და რა გზავნილები უნდა გაკეთდეს მათი მიმართულებით, რომ შემსუბუქდეს ეს ნერვიულობა და ძალიან ღირებული რაც არის, პირველ რიგში არ დავსტრესოთ დამატებით და არ იყოს მოთხოვნა ოჯახის და მშობლების მხრიდან, რომ შენ აუცილებლად უნდა ჩააბარო რაღაცა კონკრეტული დაფინანსებით კონკრეტულ უნივერსიტეტში. ყოველთვის მნიშვნელოვანია მივცეთ ასეთ დროს მხარდაჭერა და უთხრათ, რომ რაც არ
უნდა იყოს, მოდი შეეცადე შენი თავი გამოავლინო. ის შენი დაგროვილი ცოდნა გამოავლინო, რომელსაც თუნდაც რა ვიცი მთელი წლის ან 12 წლის მანძილზე აგროვებდი და მოღვაწეობდი. ძალიან კარგი აქცენტი იყო აი ფინანსური. და ხშირ შემთხვევაში ეს არის ხოლმე ფაქტორი, რომელიც ძალიან დიდი წნეხია და ხშირად არის რომ ჩემში ამ ხელოვან ინვესტიცია გასწიეს და მე აუცილებლად ვალდებული ვარ რომ რაღაცები ისე გავაკეთო როგორც მათ უნდათ, ხო? აი ასეთ დროს ყველაზე მთავარი არის რომ სწორად იქნას გადანაწილებული დასვენების ფაქტორი, მოლოდინების ფაქტორი იქნას შეფასებული, ის ღირებულებები, რომლებიც აქვს კონკრეტულ აბიტურიენტს იქნას დანახული და რეალურად რამდენად მას უნდა, თუ კი მოხდა ისე რომ ვქვათ და ვერ ჩააბარა, რა არის მისთვის გეგმა B და არა ის როგორ ხდება მასზე კიდევ ზეწოლა. და შემდგომ მაგალითად ხშირად არის ხოლმე რას ვეტყვით ნათესავებს, რას ვეტყვით მეზობლებს. აი ასეთი კომუნიკაციის ნაწილი მნიშვნელოვანია იყოს, რომ მინიმუმამდე დაყვანილი და საერთოდ გამქრალი და მეორე მხრივ უპირობო მიღება და ემპათია. რაც ძალიან ღირებულია ხოლმე, იმიტომ რომ აბიტურიენტებმა ისედაც გაიარეს საკმაოდ რთული წელი, ისედაც მათ თავიანთივე სურვილებით უარი თქვეს ბევრ აქტივობაზე, ბევრ თუნდაც მათთვის სასიამოვნო პროცესში ჩართვაზე და ეხლა არის პერიოდი, როდესაც უკვე რაც მოაბილიზირეს, რაზეც იმუშავეს, გადმოიტანონ უნდა თავიანთი ცოდნა და ხშირ შემთხვევაში ხო, როცა ნაწილობრივ კენწეროში. არა და ვიტყოდი რომ ეხლა იწყება. ეს არის დასაწყისი. და რაღაც ერთი ეტაპის დიდი მნიშვნელოვანი ეტაპის დასასრულია და შემდეგ დასასრულის დასაწყისი უკვე. ეს სწორედ ეს არის რომ მოლოდინებს, როდესაც უქმით რომ გატკბილდება სადღაც, აი ამ სადღაც მისვლისთვის მიდის ხოლმე ადამიანი და ფსიქოთერაპიული პროცესი კიდე ამბობს რომ ეს მისვლის გზა არის გატკბილების გზა. რეალურად ეს გზა თუ არის ძალიან სტრესული და თუ მე აქ არ ფუნქციონირებ, არ მაქვს ჩემი ცხოვრება, არ მაქვს რაღაცა ბედნიერების განცდები, არსად არ გატკბილდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ დავინახოთ. გარდა ამისა, სწორედ აი ამ საგამოცდო ნაწილში არის ხოლმე რომ იმდენად იმატებს ღელვა, რომ გატკბილდება თუ არა შემდგომ. ფურცელთან როცა ჯდები ან კომპიუტერთან როცა ხდება ჩაბარება, ხო? ასე დროს იწყება რომ არაფერი არ მახსოვს. თითქოს ბლეკაუთი ხდება. ან ბევრი ადამიანისგან მსმენია, მათ შორის ძალიან წარმატებული ადამიანებისგან, რომ აი საგამოცდო რეჟიმში აი ეს შფოთვა, მღელვარება, ფსიქოემოციური მდგომარეობა მართლა იმდენად ძლიერია, რომ საკუთარი ცოდნის გადმოტანას ვერ ახდენს. აი მოდი ეს ვთქვათ მაშინ, ნინო, ჩვენს კონცენტრაციაზე, იგივე შედეგებზე აკადემიურ შედეგებზე რა გავლენას ახდენს ჩვენი ემოციური ფონი და როგორ არის შესაძლებელი რომ ეს მართოთ? აი მთავარი რეკომენდაციები რა იქნება? პირველი გავლენა რა თქმა უნდა აქვს და გავლენა აქვს როგორც პოზიტიური ასევე ნეგატიური. თუ კი მე ემოციების განცდას შევძლებ, თუ კი მე მივცემ ჩემ თავს რომ ის ყველა ღელვა, ის ყველა პოზიტიური თუ ნეგატიური იმწუთიერი ემოცია ვიგრძნო, მე ასე დროს ჩემ თავს ვაძლევ უფლებას ვიყო თლიანად დაცული და კონცენტრირებული უკვე ჩემს უშუალო საკითხზე. უშუალოს გამოცდის დროს ძალიან ღირებული არის სუნთქვაზე კონცენტრირება, კარგად ორივე ფეხის მიწაზე დადება, რომ საყრდენი შეგრძნება იყოს, იმისთვის რომ არ დაიწყოს დერეალიზაცია და ფანტაზიის სფეროში არ წავიდეს ადამიანი. ხშირად პანიკაშიც კი ვარდებიან ხოლმე. რა თქმა უნდა, ეს სწორედ ამიტომ ახსენებ, რომ გრაუნდინგის ტექნიკა რაც არის. თუ კი ვხედავ, რომ მე ძალიან მემატება ღელვა და შეიძლება სუნთქვა მიჭირს ან გულის აჩქარებას გრძნობ, მარტივი ტექნიკა, რომ უბრალოდ ხელები მოვუჭირო ერთმანეთს ოდნავ. შევეხო საკუთარ სხეულს შევეხო, რომ ვიგრძნო, რომ აქ ვარ, უსაფრთხოა ეს ყველაფერი და რაც არ უნდა მოხდეს, მე შემიძლია ამ ყველაფერთან გამგლოვება. და გარდა ამისა, მან კიდე ერთი მთავარი აქცენტი, რაც არის ხოლმე და ხშირად ვამბობ, როცა გამოვდივარ საგამოცდო ცენტრიდან, ვინ გველოდება. და როგორ გველოდებიან. ხშირად აი ეს მომლოდინეთა რიგი არის ხოლმე განსაკუთრებით შფოთვიანი, სტრესული, რა დაწერე, როგორ დაწერე, არავის არ ახსოვს რა გააკეთა იქ. როგორ დაწერა და თუნდაც რა ქულაზე ხო ეს აბსურდია. მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო რეჟიმში სხვათა შორის პირადად მე ძალიან არ ვღელავდი, ზოგადად ძალიან ემოციური ადამიანი ვარ, მაგრამ აი ჩემგან ხო გაგიკვირდება, აი საგამოცდო რეჟიმში მახსოვს რომ მქონდა სრული სიმშვიდე. თუმცა იმ ფაქტორებზე უფრო ვღელავდი რომ რამე მოხდეს, აი დედა, ბებია, ოჯახი,
ფინანსები, პასუხისმგებლობები, მაგრამ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ ის რაც ვიცოდი, იმის გადატანას, ასე ვთქვათ, ფურცელზე შევძლებდი თამამად და თავისუფლად და ასეც მოხდა, მაგრამ აი ეგ ნაწილი რა დავწერე, რომ გამოვედი, აი საერთოდ ამოვარდნილი მქონდა გონებიდან, იმიტომ რომ როგორც ჩანს ადამიანი ამ დროს ალბათ ეს კორტიზოლი რო იმატებს სტრესი რომ მუშაობს, გარკვეულწილად გავიწყდება ბლარში გადადის გონება და ერთი მახსოვს რომ თავიდან დავწერე ტესტი, რომ ვითომ ახლა საგამოცდო რეჟიმში ვარ და ვნახოთ რა პასუხებს გავცემ თქო. ხო, როგორც წესი, მანდ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ როცა ფოკუსი ამდენად ძლიერია, ჩემი კონცენტრაციაც ძალიან იმატებს, რა თქმა უნდა, ჰორმონალური ცვლილებებიც მოდის ასეთ დროს და ყველაზე მთავარი რაც არის ხოლმე თუ კი ემოციური ფონი არის შეკავებული, თუ კი მინიმუმ არ ვსუნთქავ ასეთ დროს, არ ვაკვირდები განცდებს ხელს და არ მაქვს ფოკუსში ჩემი ემოციური მდგომარეობა. კიდევ ერთხელ რატო უსვამ ემოციური მდგომარეობას ხას, იმიტომ რომ ემოციური მდგომარეობა არის გადამწყვეტი, როდესაც მე ვიღებ შემოხაზვის თუ ჩაწერის გადაწყვეტილებას. ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე რომ იციან სწორი პასუხი, გონიათ რომ ის შემოხაზეს ან ის დაწერეს და ხანდახან არის რომ აბსოლუტურად სხვა რაღაც არის. იქიდან გამომდინარე გონება იფანტება და საკმაოდ რთული მდგომარეობაა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აქცენტია რომ სანამ თუნდაც გამოცდამდე მივალთ და წავალთ იმ დღეს მოკლედ ამ აქტივობაზე სიმშვიდე დასვენება აუცილებელია წყლის კარგი რაოდენობის მიღება. აი ძილზე მინდა გავაკეთოთ აქცენტი. აი ხო, გამოძინება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს დავიძინო და ხვალ გავიღვიძო. ხო, იმიტომ რომ როგორც წესი, აი საგამოცდო პერიოდის მოახლოებასთან ერთად კიდევ უფრო იმატებს ხოლმე უძილო ღამეები, რაც არის არასწორი. ეს ყველამ ვიცით აბსოლუტურად, მაგრამ რაღაცნაირად თითქოს გონება კონცენტრირებულია, რომ მე არ მაქვს არც ერთი წამი დასაკარგი და თითოეული წუთი და საათი უნდა გამოვიყენო იმისთვის, რომ კიდევ ერთხელ გადავიმეორო. სხვანაირია ამ პერიოდში, ვიცით რომ თქვათ უძილო ღამეები, უძილო ღამეები ცხადია. აი მოგმარეობას აბიტურიენტისთვის. ეს რამდენად ხელს შეუწყობს გონებას იყოს კონცენტრირებული ნამდვილად თუ ჩვენ თვით დარწმუნებულები ვართ რომ ეს უკეთესია ჩვენი შედეგებისთვის. შეუწყობს ხელს, იმიტომ რომ ფიზიოლოგიური პროცესია, გადაწვა ხდება სხეულის და ბარნაუთამდე თუ მივალთ, რა თქმა უნდა რომ არანაირი შედეგი ამას არ ექნება. გარდა ამისა, თუ კი მე არ მაქვს სწორი გამოძინება მთელი წლის მანძილზე მე არ ვსაუბრობ მხოლოდ გამოცდის წინ და მე არ მაქვს ჩემი დასვენების მდგომარეობა, ვერ ვიტყვით რომ რაც დავისწავლე თუ დავიზეპირე რეალურად გამახსენდება იმ სიტუაციაში. ამიტომ გააზრებული რომ იყოს ნებისმიერი მასალის დამახსოვრება, აუცილებელია მე ვიყო კონტაქტში ამ ყველაფერთან და არ ვიყო გათიშული და გათიშული არ ვკითხულობდე. გარდა ამისა ხშირად არის ხოლმე რომ ვამბობთ რომ აი ეხლა მე გადავათენებ რამოდენიმე ღამეს და მე დავისვენებ დავიზინებ. არ ხდება მე აღდგენა ამენების. ციკლი ირღვევა ხო საერთოდ. რა თქმა უნდა, ფსიქიკას საკმაოდ დიდი ზიანი ადგება და ხშირ შემთხვევაში ხვდებით ხოლმე ესეთ სიტუაციას რომ მუდმივად დაღლილი ადამიანი, მუდმივად გაღიზიანებული ადამიანი და ხშირ შემთხვევაში ასეთ დროს უკვე ვნახულობთ რომ შედეგი ვერ იქნება პოზიტიური ვერანაირად. და სტრესთან დაკავშირებით აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ხშირად აბიტურიენტები ამბობენ, გრძნობენ აი მომართვიანობის დროს, რომ ეს გამოცდა წყვეტს ვინ არიან ისინი. და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ეს უთხრათ. აკადემიურმა პერსონალმა, მშობლებმა, რეპეტიტორებმა, ხო? არ წყვეტს ეს გამოცდა როგორი ადამიანი ხარ შენ, ან ვინ ხარ შენ. და ეს ადამიანის მომავალს რა თქმა უნდა არ განსაზღვრავს. ერთი გამოცდა და იქ მიღებული შედეგი, მაგრამ იცი ალბათ მათთვის კომპეტენტური ადამიანებისგან, როდესაც იღებენ ამ რეკომენდაციებს და რჩევებს, სხვანაირად ისმინება ეს და სხვანაირად ითვალისწინებენ ხოლმე, მაგრამ როდესაც ოჯახში სხვა განწყობა, სხვა მღელვარება, ფუსფუსი, ნერვიულობა, იქ გინდა არ გინდა ექცევი აი ამ მარწუხების ქვეშ და მოდი აი ეს თავარი გზავნილებიც გავაჟღეროთ, რომ თუნდაც ამ ერთი გამოცდით არ განისაზღვრება ადამიანის მომავალი, იმიტომ რომ გვინახავს რამდენიმე წელს ჩაჭრილი, თუნდაც ეს არ არის რა თქმა უნდა სასიამოვნო მოსასმენი და არავის არ ვუსურვებ ასეთ შედეგს, რომ თქვა გამოცდაზე ჩაიჭრას, მაგრამ რაღაცნაირად ესეთი შემთხვევები მგონია რომ სიმშვიდეს გაპოვნინებს სადღაც. მან პირველ რიგში მნიშვნელოვანია რამდენად მინდა მე თვითონ ჩაბარება. და რამდენად მაქვს სურვილი გავაგრძელო განათლების მიღება აკადემიურ სფეროში, იმიტომ რომ აუცილებელი არ არის
კონდეს ყოველას ეს რაღაც აკადემიური გამოცდილება, იმიტომ რომ არსებობს პროფესიები, რომლებიც ბევრად საინტერესოა, ბევრად შეიძლება მაღალ ანაზღაურებადიც იყოს და უნდოდეს ადამიანს იქ წასვლა ჩაბარება და იმიტომ რომ ეს შაბლონი ოჯახიდან წამოსული რომ რაც ჩემ შულს დიპლომი არ უნდა კონდეს, ხშირ შემთხვევაში გადააწყვეტინებს დაიწყოს იმის სწავლა, რაც საერთოდ არ უნდა არ მოსწონს და არ აინტერესებს. მადლობა ღმერთს ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია ცოტა იცვლება შეიძლება ესეც ვთქვათ. ამიტომ მნიშვნელოვანი ნაწილი ნამდვილად რაც არის, ჩემი სურვილი რასაც ვაბარებ, რატო ვაბარებ, მინდა თუ არ მინდა. ტრაგედია არ არის თუ არ მოვხვდები იმ წელს იმ უნივერსიტეტში და ასე შემდეგ, იმიტომ რომ არსებობს სუმცირ, რა ვიცი, მობილობის საშუალება. თუ კი ხდება ისე, რომ მე ეს წელი არ გამოვიდა და ვერ ჩავაბარე, ძალიან კარგია რომ დავფიქრდე, რა დავაკელი მე ჩემს თავს. არა სწავლას, არამედ ჩემს თავს. როგორც პიროვნებას. ინტერესებს აი ერთი და იგივე წრეზე სიარული, აი იგივე თაკო მახსენა, რომ შემდეგ წელს გადაბარება, კიდევ ვერ ჩააბარა, კიდევ ვერ ჩააბარა და კიდევ გადააბარა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას წარმატებას ვუსურვებთ და არავის მსგავს შემთხვევას, თუმცა არის მსგავსი შემთხვევები და არაერთი გაგვიგია ჩვენს ირგვლივაც, ხო? აი ეს ყოველივე, გარდა იმისა, რომ ადამიანი რაღაც გარკვეულწილად წელს კარგავს თავისი განვითარების ეტაპს, პროფესიულ ცხოვრებას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რამდენად მოქმედებს ეს ყოველივე ადამიანის თვითშეფასებაზე და შემდგომ უკვე მომავლის განვითარებაზე საერთო ჯამში? თვითშეფასებაზე რა თქმა უნდა მოქმედებს იმ მხრივ, რომ სოციუმიდან მოდის დეწოლა, რომ როგორ მოხდა რომ ვერ ჩააბარე, ან რამდენჯერ უნდა სცადო, ესეთი კითხვებით. შესაბამისად თვითშეფასებას ზეწოლა რა თქმა უნდა არის. ოღონდ მთავარი კითხვა ისმის, როგორ მოხდა რომ მე ამდენჯერ ცადე და ვერ ჩავაბარე? მინდა კი საერთოდ ჩაბარება? ან სადაც ვაბარებდი, იქ მინდოდა? ამიტომ აი ეს მინდა არის ხოლმე გადამწყვეტი ნებისმიერი აქტივობის დროს. რა მინდა მე? ზუსტად კარგად ვიცოდე და არ ვაბარებდე ისეთ პროფესიაზე, რომელიც მაგალითად არ ვიცი დინასტიურად გადმოუყვება არის გარკვეული პროფესიები, ხო? ან უნდოდა დედას, ან უნდოდა მამას და ამიტომ ჩავაბარე. როგორც წესი რისკი ყოველთვის მანდ არის ხოლმე ჩაბარების დროს და ტესტებთან დაკავშირებული სირთულეც ეგ არის, რომ მივიღო მე მაღალი ქულები შესაბამისი, რომელიც აწყობს, ვთქვათ, მშობელს მოეწონება, იამაყებს ამით, მეზობელს მოუყვება და ასე შემდეგ. მშობელი ბევრჯერ ვახსენებ, ჩვენ გარკვეულწილად ამ თემას შევეხეთ, მაგრამ მოდი კიდევ ერთხელ ვიკითხოთ ეს. რამდენად გადამდებია მშობლის ემოცია ბავშვზე, აბიტურიენტზე და რა არის ის მთავარი, ასე ვთქვათ, გზავნილები მშობლების მიმართ, რომელიც საგამოცდო ციებ-ცხელების პარალელურად მათ აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, იმიტომ რომ მათი შვილები ისედაც არიან ძალიან დიდი წნეხის ქვეშ და აქვთ ეს დაკისრებული პასუხისმგებლობა, რომელსაც მგონია, რომ ამ ასე ვთქვათ, მიმართულებების მიღმაც საკმაოდ კარგად იაზრებენ. და დავამატოთ ასევე ის გზავნილები, რაც მშობლებისგან და გულშემატკივრებისგან, რომლებიც გაყვებიან უკვე საგამოცდო რეჟიმში საგულშემატკივროდ, უნდა იყოს წასული, ხო, უნდა იყოს წასული გამომცდელის მისამართით. მშობლების მხრიდან ძალიან კარგი იქნება თუ იქნება აქცენტი მეზე, რომ რაც არ უნდა მოხდეს, მე შენ მაინც მიყვარხარ და ყველა შემთხვევაში შენ ხარ ჩემი შვილი, რომელსაც არ განსაზღვრავს გამოცდის პასუხი, იმიტომ რომ ხშირად არაცნობიერად ჩვენ ამას ვაწვდით. თუ გინდა რომ შენ იყო კარგი შვილი, მე მინდა შენგან ეს და ეს. ამიტომ აი ეს აქცენტია ძალიან მნიშვნელოვანი, რომ უპირობოა ჩემი დამოკიდებულება შენდამი. მეორეს მხრივ ბრალდების ტონი არ უნდა გქონდეს, რაც არის ხოლმე, რომ შენ ახლა კარგად არ სწავლობდი და კაც მარცის როგორ ჩააბარებ. აი ეს დამოკიდებულება ძალიან ხშირად მესმის ხოლმე და ჩემს კლიენტებთან ხშირად ამაზე ვმუშაობ, რომ არა უშავს, რასაც ამბობენ, ეს არის მათი რაღაც გამოცდილები და ამიტომ ძალიან მინდა ვთხოვ მშობლებს, რომ ეს არ გააკეთონ. არანაირი ზეწოლა ემოციური არ მოახდინონ. მხარდაჭერის სურვილით ხშირად ძალიან ბევრს ვაშავებთ, ამიტომ მხარდაჭერის ნაწილში მნიშვნელოვანია ვკითხოთ, რა შემილია მე გავაკეთო შენთვის. როგორ მოგეხმარო? გჭირდება რომ დილას საუზმე გაგიმზადო, გჭირდება რომ არ ვიცი რეული გავამზადო, რომელსაც უბრალოდ გინდა რომ გადახედო. წამოყვე თუ არა საერთოდ? აი ზუსტად ეს, გინდა საერთოდ მოვიდე მე იქ და არა მაგალითად ხანდახან იყო ხოლმე, ხა მე რო ვაბარებდი, მთელი სანაცსაო იყო ხოლმე იქ და რომ გამოდიოდი რაღაცა ღვეზელებით, რაღაცებით იჯდნენ. ამიტომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვკითხოთ, უნდა კი ამ ადამიანს საერთოდ რომ იქ მიყვე.
ჭირდება ეს დამატებითი ტრიგერი, რისთვის მივდივარ, ჩემი თავისთვის, რომ ჩემი თავი ვანუგეშო თუ ჩემი შვილისთვის. ხო, ოჯახში შექმნილი ყოველთვის განსაზღვრავს შვილის, რა თქმა უნდა, ემოციურ მდგომარეობასაც და ეხლა დავფიქრდი, რატო არ ვნერვიულობდი თქო და ნინო თქვენ საუბრის პარალელურად მივხვდი, რომ იმიტომ რომ დედა არ მაკისრებდა აი ამ პასუხისმგებლობას და არ ვიყავი წყნახის ქვეშ. თითქოს რაღაცნაირად ისედაც მენდობოდა და ასე იქნება და თუ რამე ვერ იქნება ის როგორც ჩვენ გვინდა, არა უშავს. იქნება მომავალი წელიც და ახალი მცდელობაც, მაგრამ ეგზაღირებული. დიდი მადლობა საჭირო გზავნილებისთვის. მე დარწმუნებული ვარ, რომ შვიდ მდგომარეობაში შედეგების უკეთესია. გამოადგება ნამდვილად. უღრმესი მადლობა და წარმატება კიდევ ერთხელ თავისთავად ცხადია თითოეულ აბიტურიენტს.